სახელითა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ გამულ დღესასწაულებს, გილოცავთ დამდელ დღესასწაულებს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ამ წმინდა დღესასწაულების მადლით ჩვენს ერს თითოეულ ჩვენთაგანს მოგვცეს მადლიერება ღვთის მიმართ და სიყვარული ღვთის მიმართ და მოყვასის მიმართ. რადგანაც ჯერ კიდევ შობის, ქრისტეს შობის დღესასწაულის სიხარულს განეცდით და უფალი მოვიდა, რათა ჩვენ გვაცხოვნოს. და ეს საფრთხო საიდუმლო ადამიანთა მუდმის გადარჩენისა ცხოვრების მხოლოდ სიყვარულზე გამავალი გზა არის. რადგან ღმერთი თავად სიყვარულია და მას არ შეეძლო თავის თავთან დარჩენილიყო მარტო. და ეს სიყვარული არ გაეზიარებია სხვებისთვის, ამიტომაც მან ამ სიყვარულის ძალით შექმნა ხილული და უხილავი ქვეყანა და ჩვენ გზა გვიჩვენა გადარჩენის ცხოვრების. მხოლოდ სიყვარულით ღვთისა და მოყვასის სიყვარულით თავდაბარი მსახურებით შეიძლება რომ დაკარგული მამული წიაღი დავიბრუნოთ ზეცა. მოკლედ ღმერთს ვედრებით და ვთხოვთ რომ დაგვიცვას და დაგვიფაროს. განსაცდელები ბევრი გვაქვს. ესე იგი, რა ვიცი, 1000 რაღაცას პირდებიან საქართველოს ქართულ ხალხს, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მუქარა ალბათ აი ესეთი, რომელსაც სანქციებს ეძახიან, მხოლოდ მიმართული არის ჩვენი ყველაზე უფრო ძვირფასი და ყველაზე უფრო დიდი განძის წინააღმდეგ. ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი. ვიღაცა იკითხოს, კი, მაგრამ რანაირად? ძალიან მარტივად. არაფერი არ ხდება. განსხვავებული რაც თქვათ ადრე არ ხდებოდა. დღესაც კი რამდენიმე ქვეყანა არის, თან ძალიან ხალხმრავალი, სადაც ქრისტიანებს დევნიან. სადაც თქვათ ქრისტეს სახელის ხსენებისთვისაც კი ან ციხეა, ან უარესი. სიკვდილით დასჯა. და ჩვენი წინაპრების ლოცვით, მარხვით, შრომით და მართლაც ქრისტესთვის მოწამეობის სისხლთა თხევით დაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორია და გვიანდერძა. და ჩვენ გვითხრეს, რომ აი ეს დიდი განძი, ადათი წესი, მამაპაპისეული სავალი გზა უნდა შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა, სიყვარული ღვთისა და თუ კი ღმერთი დაუშვებს ქრისტესთვის თავდადება. ახლა მოწამეობა ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ თუ კი ესეთი რამ იქნება, ალბათ 100,000 თბილისელს მივამგვანებით, 6,000 გარეჯელს. რა ვიცი, რომელიც ჩამოთვალო წმინდა გიორგის ქეთევან წამებულს, დედოფალ შუშანიკს, მეფეებს, რა ვიცი, ყველას. უბრალო მოწამეებსაც კი, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით, თორე ზეცაში დაწერილია. უბრალო თევდორე მღვდელ ყველთელს. მოკლედ სიტყვას აღარ გავაგზავნებ. ერთხელ ერთ მონაზონს ჩვენება ჰქონდა ათონის მთაზე, ეს ბოლო პერიოდის, ბოლო დროის დიდი მამა არის, მოღვაწე მამა, იოსებ ისიხასტი და მოკლედ ყვება ესეთ ამბობს, რომ ერთ მონაზონს ჰქონდა ესეთი ღამით ჩვენება. სულ დრტვინავდა, სულ ყვედრიდა ღმერთს, რომ აი რა არის ეს, რომ ახლა განსაცდელს მიგზავნი და რომ ეს განსაცდელები არ ჩერდება და მოკლედ სულ დრტვინვაში ლოცვაც კი ასე ვთქვათ დაავიწყდა და მუდმივად რაღაცა ესეთი გამწარებულია. და ერთხელაც სენაკში, როდესაც ლოცვა დაასრულა, ამ დროს განკვირვებაში მოვიდა, ანუ ხილვა იხილა, ჯვარცმული მაცხოვარი და უყურებს ცოტა ხანი და მაცხოვარი მოაბრუნებს თავს და ამ მონაზონს ეუბნება. ხედავ მე შენი სიყვარულისთვის რამდენი დავითმინე, შენ კი რას აკეთებ? ცრემლად და გაქრა ეს ხილვა და შეინანა და დრტვინვაც უცბად განეშორა, ანუ ეშმაკის მანქანება და ამის შემდეგ გახდა ყველაზე უფრო შემართული მონაზონი. ისე ვართ ჩვენ. არანაირი განსაცდელი დღეს არ არის ახალი. ყველაფერი გამოუწია ჩვენ სინაფარს და ჩვენც ასევე
გამოვსდით, თუ კი ღმერთი დაუშვებს. განსაცდელში ჩვენ სინდაპარს კარგი ნათქვამი აქვს, რომ როგორც ქვიტკირს, ისე უნდა განსაცდელის დათმენა. მოთმინება გამოიზრდება ჩვენი, ასე რომ გამოცდას ვაბარებთ, ამიტომ უნდა გვიხაროდეს. როგორც მაგალითად ბეჯითი მოწაფე სტუდენტი გამოცდაზე გადის და კი არ ეშინია, პირიქით მას უხარია, რომ თავისი ნაშრომი შეამოწმოს, აბა რამდენად გონივრულად იშრომა და რა შეიძინა ამ შრომის საფასურად. და როდესაც ამ მოთმინებაში ჩვენ გავძლიერდებით, რო იყვიან ლოცვას ვისწავლით და სასწაულება ღვთისა მოგოცემა, ჩვენ და გასაკვირად ისეთ კეთილ ნაყოფს მივიღებთ, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლოთ. რა არის ეს კეთილი ნაყოფი? უდურტუნველი და მადლიერი ქრისტიანული ცხოვრება. როცა რომ სხვისი გასაჭირი ვткივა და სხვისი სიხარული გიხარია. დიდება და მადლობა ღმერთს. ჩვენი გამოცდა პატრიარქმა ერთხელ ხატონმა თქვა. ჩვენი დიდგორის ბრძოლა ერთხელ გავიმარჯვეთ, მაგრამ ბევრჯერ მოგვიწევს კიდევ დიდგორზე გამარჯვება და ეს ჩვენი დიდგორი საკუთრივ ჩვენი თავის წინააღმდეგ, ბოროტი ფიქრებისა და აზრების წინააღმდეგ გამარჯვებული ბრძოლის სახელად შეიძლება გამოვიყენოთ. ძლევთ თავს, მაშინ დიდგორს გავიმარჯვებთ. და რაც უფრო ხშირად გავიმარჯვებთ დიდგორს, მით უფრო სახელოვანი იქნება ჩვენი ამ ხილულ სამყაროშიც ყოფნა, ცხოვრება და უფრო იმედიანი იქნება ჩვენი ყოვლად მოწყალე, ყოვლად მოსიყვარულე ღმერთის წიაღში დაბრუნება. რადგან ღმერთი, აქ ვთქვით, თავად სიყვარული არის. სიყვარულს უზარმაზარი ძალა აქვს, არ დდორთ ვინავს. სხვისი განსაცდელი და გასაჭირი არ უხარია. სხვისი არ შურს, არამედ ყველაფერი უხარია. სიკეთე თუ წარმატება თითეული მის გვერდში მდგომი ადამიანის. ესეთები ვიქნებით ჩვენს. დიდება და მადლობა ღმერთს, სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც უფრო უფალე ამბობს, განირყმას ხორცი, მით უფრო სული აშენდეს. რაც უფრო დიდი განსაცდელები გვექნება, მადლით ისა იქ გარდაემატება. და ამ გარდამეტებული მადლით ჩვენ მადლიერი ვიქნებით. ღვთის რა გინდა ხორცი გვაგლიჯო. როგორც მინდა გიორგი, როგორც ქეთევანი, როგორც სხვა უამრავი მოწამე. დავით წინასწარმეტყველი, ფსალმუნთა მთქმელი იყო თითქოს ესე პირდაპირ ელაპარაკებოდა ღმერთი და მას საოცარი ხვედრი განუწესა უფალმა. თავის ძმებს შორის ყველაზე პატარა იყო და თავის მამის სახლში იგი იყო მწყემსი, მამისეულ ფარას მწყემსავდა. და როდესაც დადგა ისრაელისთვის მეფის გამორჩევის საკითხი, უფალმა წინასწარმეტყველი გააგზავნა დავითის ოჯახში და უთხრა, იქ ამოარჩევ ჩემთვის მოწონებულ მომავალ მეფეს. როცა რომ ყველა ძმა გამოვიდა, წინასწარმეტყველი ეუბნება, რომ არ არის ის, ვიზეც მე ღმერთმა მიმინიშნა. და მაშინ მოხავთ ერთი მწმე სიყვარს ყველაზე, სხვარში ეხა მწყემსას შვერს ფარას ნახირს და რომ მოიყვანეს აიღო ზეთი დაასხა თავზე აკურთხა მეფედ და ეს დავითი გახდა ყველასაგან შეყვარებული. თუმცა როგორც კი ადამიანი თავის თავს მიაწერს და გადაჭარბებით დაიწყებს თავის თავზე წარმოდგენას, იმ წუთას განსაცდელით ამხელს ღმერთი არა მრისხანებით, არამედ სიყვარულით. რომ აი ამ განსაცდელით დაიმდაბლოს თავისი აზვირთებული პატიმოყარეობა და ღმერთს ისევ შეღაღადოს, როგორც დავით წინასწარმეტყველმა 50 ფსალმუნის დაწერა ზუსტად ამ დროს, როცა რომ დაეცა ცოდით, მაშინ ამბობენ გადმოცემა არის საღვთო ისტორია, რომ იმ დროს დაიწერა. მიწყალებ მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალობითა შენითა, ახოცე უჯილობა ეჩემი. დიდება და მადლობა ღმერთს, გილოცავთ გავლილ დღესასწაულების მადლი შეგეწიოთ, დამდეგი დღესასწაულების მადლს და მინდა გითხრათ, რომ 19-ში ეს არის კვირა, ღვთის განცხადების დღესასწაული არის, წყალკურთხევა, ნათლისღება და ჩვენ წესად გვაქვს თელავში წყაროზე წყაროს კურთხევა და აი ახლა 19-ში ალავერტში გვექნება გალავნის გარეთ რო არის წყარო, იმ წყაროზე გვექნება წყალკურთხევა. რადგანაც საეკლესიო წიგნებში, მსახურების წიგნებში წერია, რომ წირვის დასრულების შემდეგ
მოხდება სასულიერო პირთა კრებულის გასვლა კარიბჭით წყაროსთან და მოხდება ეგ კურთხევა, ასე რომ ყველანი ამ დიდი დღესასწაულის მოსვლენი ვიქნებით და მოწმენი და მართლაც ხატებით, ჯვრებითა და ბაირაღებით წყალკურთხევის შემდეგ ვასრულებთ უკვე მონასტერსაც და სამღვდელოება იქნება ჩვენთან იმ დღეს ძალიან ბევრი იქნებიან სასულიერო პირები და ყველას პატარ-პატარა მონაკვეთ უბანს გაუნაწილებთ, რომ ერთბაშად ყველამ ერთად ვასრულოთ და ვაკურთხოთ მონასტერი და მონასტრის შემოგარენი. გილოცავთ დღესასწაულს, მერტყაინებოს ჩვენი ორსავ სოფელში ქრისტესთან ყოფნა. გაიხარეთ. ამინ, თქვენთან ერთად.